აქ მოკლედ მეგობრებო, აი ესე დაიბრუნდა. ესაც ესე დაიბრუნდა. შრება როგორც ხედავ, შრობის პროცესი მიდის. ცოტა ცივა. ცოტა შრება, მოკლედ აი ესე ვაშრობთ. ახლა მომავალში აქ სიტყვაც გვექნება. მოკლედ დაუბრუნდა ჩვენ მიგორებულ ცხვირს, მოკლედ რაც შეეხება ამ ცხვირს, აი ესე დაშპაკლა ამას არ ქია, უბრალოდ შპაკლი ავოვიდა ზემოდან დაეცა. მოკლედ როგორც ეს ცხვირი მიგორდა და მიეკერა, მოკლედ აი ესეთი შედეგი გვაქვს კაკავინაზე. სიმართლეც მოდი ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი გაიბზარება, იმიტომ რომ არასწორი ნამუშევარია, არასწორი დადუღებულია. ზოგადად როცა გინდათ შედეგი მიიღოთ, ანუ კეთდება ისე, რომ უპრობლემოთაც იყოს. ანუ აი ესეთ ტოჩკებზე ნავიყვანოთ ყველაფერი. ხართ კიდევ დაგვრებული ლაშარა სუფთად აკეთებს, როგორი ნამუშევარის არის, იქიდან გამომდინარე, მაგიტომაც დიდი დრო მიაგდა, ანუ სხვადასხვა ფასებია, გარაჟის ფასები არა გვაქვს, ეს კიდე ხაზ გაუსვა და გეტყვით. მიგორებული და სამკაცრო ეკაოს და რო ადუღებდეს, ეგეთი დვიჟენი არა გვაქვს, ჩვენთან ეგეთი მოძრაობა არა გვაქვს, ჩვენთან ეგეთი რაღაც არ გეთდება ჩვენთან. მოკლედ აი ესე გავფრთხილ უკნე ზემოდან, იქიდან გამომდინარე, ეს რაღაც გაკეთება არ შეიძლება. იმიტომ წინა ცხვირი, რასაც თქვენ ხედავთ, ეგ დგება თავის წინა პადმატორნები, ანუ აი ესე პადუშკები, რაც იჭერს თლიან ძრავს. იქიდან გამომდინარე წინა წამყვანი, ანუ კოლოფი და ძრავი იყიდება ამ თლიან ცხვირზე. აი ამაზე, როგორც ხედავთ ოლბოლზე, როგორც ხედავთ აი აქ, ანუ თლიანი აი ცხვირი არის დატვირთული, რომელიც ვიბრაციიდან გამომდინარე აი ამ ადგილებში გაიკეთებს ბზარს, ამ ადგილებში გაიკეთებს ბზარს, იმიტომ კი არა რომ მე არასწორად მაგ დაშპაკლი, იმიტომ არასწორად დადუღებულია. ეს შპაკლი კიდე სუპერ წებო არა რომ დაიჭიროს ეს ყველაფერი რა. უნდა გაკეთდეს თხლად, დაიშპაკლოს თხლად და სყოფენ დამუშავდეს თხლად და იმუშავოს და იქნება და იქნება. არა ესე მიგორებულად და მიკერებულად რა. სწორედ გამიგეთ ყველამ რა. მე შედეგი ვერ იღებთ, მე პრეტენზია გაქვს. ხელოსანთან თუ ესე რატომ გააკეთა, მოკლედ შეიძლება ყველაფრის გაკეთება ისე, რომ იმუშაოს და იყოს მოკლედ რა. მოკლედ აი ესეთ ეტაპზე ვართ, მოკლედ ამ მიგორებულ ცხვირზე. აი ესე გვაქვს ეს ყველაფერი ფორმები გვაქვს გამოსაყვანი. მოკლედ. ხო და შედეგსაც მაქსიმალურად გადავიღებ, განახებთ, მოკლედ. რა როგორ გამოვიდა ეს ზუსტად ეს კინაა ზემო შპაკლი უბრალოდ. მივზილე, რო ფორმა გავომეყვანა, იმიტომ რომ მისგან რა ვიცი რა გამოარ, ვიცი, მაქსიმალურად დავხოცო რომ გამოვიყვანო რაღაცა და მოკლედ ესეთი მდგომარეობა გაქვს ამ ცხვირზე. ამ ყველაფერს მოვხოდავ, გადავიღებ ეტაპობრივად, განახებთ შედეგს. და ამ დეტალებსაც რაც შეეხება დაიბრუნდა მოკლედ ველოდების შრობას ბოლოფისს გადავასხავ ზემოდან და დავაცდი ეხლა დღეს მანამდე ჩვენ აქაც შევღებავ და მე ესეც წამოგვეწევა და ამას შევღებავ. მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი მიგორებული ცხვირი აი ესე შევღებეთ. აი ესე მოვხოდეთ. მდგომარეობა გახსოვთ როგორ იყო? ტოჩკები თავის ადგილად, გერმეტიკები, როგორც ქარხონსუსი ანალოგიურად საკაც ეგრე. ესეთი გამოვიდა. მოკლედ აი ესე. დავხარეთ აი ესე. მოკლედ. ახაც აი ესე, მოკლედ აი ესე, როგორც ხედავთ, აი ესე ვანახეთ. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა. ელოდება ფლობელს. მოვამერ ხელოსანი, გაზბორო საწყობს, შევაგორებ შიგნი და შიგნითაც რა თქმა უნდა, გადავიღებ შეღებილ დეტალებს. ეს კარები მოხსილი იყო იმის გამო, რომ ფერი უნდა აიღოთ. ნახევარი კარები შეღებილია. გადასვლიდან გამომდინარე, ფერი რო დავსვათ, წელებულია, როგორ მოგვიწევს შეღება, არ ვიცით ნახოთ. მოკლედ აი ესე დამუშავეს ყველაფერი. მდგომარეობა გახსოვთ ყველას რა მდგომარეობა ქონდა. ნუ აი ეს ფორმები, ყველაფერი გამოვიყვანეთ მაქსიმალურად. დაგვრჩა გარე და ვიზუალი. მოკლედ მეგობრებო, მოვჭით ეს მანქანაც აი ესე გამოვიდა თავის გადასვლებით გემრიელი. ეს თავის კრილო, ეს თავის ბამპერი. მოკლედ აი ესე, ეს კრილოები, ესაც კაპოტი. და აქ ესაც აქეთ ამხარე. მოკლედ გადასვლა იყო აქამდე, დანარჩენი გადავიდით, პერეხოდით იმ კარებამდე და აი ესე დავამთავრეთ ეს ყველაფერი.
მოკლედ ეს ტი გამოვიდა მოკლედ. წინა ცხვირი კი განახეთ რა მდგომარეობაში ქონდა, გამოვიყვანეთ აზე, ესაც მორჩა და ფაქტიურად ეს მანქანა ჩვენთან აღარ აიწყობა, გადავალს, რავი ჩაიდმევა და ალბათ იქ დაზბორავენ, საიდანაც მოვიყვანეს, საიდანაც მოვიყვანეს. მოკლედ ესა მეგობრებო.